ტრამპმა თეირანში პანიკა გამოიწვია, როდესაც ირანზე თავდასხმის მუხარა გადაიქცა ზეწოლად, რომელიც ახლა უკვე სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდანაც მოდის. ამ სამშაბათს 2026 წლის 19 მაისს ყატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და ბარეინი კრიზისის ცენტრში აღმოჩნდნენ. მას შემდეგ რაც გააფრთხილეს, რომ რევოლუციური გვარდია ვერ ჩათრევს მთელ რეგიონს ომში შანტაჟით, რაკეტებით, დრონებით და ნავთობისა და ენერგიის გარჩემო შიშით, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღით შეაჩერა თავდასხმა, მაგრამ უკან არ დაიხია. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები მზადყოფნაში დატოვა, თეირანი მუხარის ქვეშ შეინარჩუნა და ირანის რეჟიმი აიძულა მძიმე რეალობას შეხედოს თვალებში. ტერორისტული გვარდია შეიძლება ცდილობდეს ძალის დემოლის დემონსტრირებას, მაგრამ ახლა იცის, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ვაშინგტონის წინააღმდეგ შეიძლება ასევე გადაიზარდოს ურთიერთობის გაწყვეტაში არაბ მეზობლებთან, რომლებიც აღარ თანხმდებიან ირანის ავანტიურისთვის ფარად ყოფნას. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ახლა მოგინდება რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მიუსონ ალვესი. ბოლოს როცა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ეს ირან-ერატის ომის დროს მოხდა. 1980-დან 1988 წლამდე. როდესაც სპარსეთის ყურის ქვეყნების მთავრობები ბაღდადს უჭერდნენ მხარს, რათა შეეჩერებინათ ირანული ისლამური რევოლუციის გავრცელება, სამეფო გაერთიანებული სამსახურის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სპარსეთის ყურის არაბებმა დააფინანსეს ერაყის საომარი ძალისხმევა. იმ დროს, როდესაც ბრიტანული ენციკლოპედია მიუთითებს, რომ კონფლიქტი დასრულდა მას შემდეგ, რაც ირანმა მიიღო გაეროს 598 რეზოლუცია, რომელიც ითხოვდა ცეცხლის შეწყვეტასა და აღიარებულ საზღვრებზე დაბრუნებას, დამცირება იმდენად მძიმე იყო, რომ 1988 წლის ივლისში თვით აიათოლა ხომეინიმაც კი თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღება უფრო მძიმე იყო, ვიდრე შხამის დალევა, როგორც იმ დროის ლოს-ანჯელეს ტაიმსის ჩანაწერში აღნიშნული. აი რატომ არის ახლანდელი არაბული გაფრთხილება ასე მძიმე თეირანისთვის? როდესაც სპარსეთის ყურე ირანის რეჟიმის წინააღმდეგ იკეტება, შედეგები ხშირად ძვირი უჯდებათ აიათოლებს. ტრამპმა მუხარა ძალაში დატოვა. მან უბრალოდ მცირე ფანჯარა გახსნა მოლაპარაკებებისთვის, ხოლო შეერთებული შტატების სამხედროები მზადყოფნაში დატოვა, თუ ირანი მისაღებ შეთანხმებას არ დათანხმდება. თეთრმა სახმა გადადება სპარსეთის ყურის მოკავშირეებისადმი პატივისცემად წარმოადგინა, მაგრამ რეალური ზეწოლა თეირანზე განხორციელდა. როდესაც არაბი ლიდერები ვაშინგტონს თხოვენ რამდენიმე დღით თავი შეიკავოს, ისინი ირანსაც ეუბნებიან, რომ რეგიონი არ მიიღებს რევოლუციური გვარდიის ავანტიურაში ჩათრევას. თავარი რამაც თეირანის შეარყია მარტივი იყო. ირანი აღარ ურთიერთობს მხოლოდ შეერთებულ შტატებთან. ეხლა მან ყატარს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითსა და ბაჰრეინსაც უნდა გაუწიოს ანგარიში. ქვეყნები, რომლებიც არ სურთ, რომ მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, გაზის ტერმინალები, პორტები, აეროპორტები და სამხედრო ობიექტები გახდეს საპასუხო დარტყმის სამიზნე, რევოლუციურმა გვარდიამ სცადა მუხარა ძალად ექცია, მაგრამ საბოლოოდ დააფრთხო მეზობლებიც კი, რომლებიც ადრე ცდილობდნენ დიალოგის არხი გის არხი მაინც შეენარჩუნებინათ. დონალდ ტრამპმა ეს მოძრაობა თავის სასარგებლობლად გამოიყენა. როდესაც მან შეტევა გადადო, არაბები კრიზისის ცენტრში მოაქცია და ნათლად აჩვენა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ ვაშინგტონში მიიღება. ირანმა რამდენიმე დღე მოიგო, მაგრამ უსაფრთხოება ვერ მოიპოვა. ეხლა თეირანმა უნდა გადაწყვიტოს, აწარმოოს მოლაპარაკებები ნებართვით თუ გადასცეს ტერორისტულ გვარდიას ესკალაციის პასუხისგებლობა, რამაც შეიძლება სპარსეთის ყურე აალებინოს და რეჟიმი კიდევ უფრო დააშოროს მსოფლიოს. არსებული ინფორმაციით დონალდ ტრამპისა და არაბ ლიდერებს შორის საუბარი ოპერაციის გადადების შესახებ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა. ყატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მეტი დრო მოითხოვეს მოლაპარაკებული გამოსავლისთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ ირანზე პირდაპირი თავდასხმა შეიძლება მთელი ისტორიული სტრუქტურის წინააღმდეგ რეაქცია გამოიწვიოს. ეს აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპს არ ეშინია. შიში მეზობელი ქვეყნების გათვლებშია, რომლებიც იცნობენ რევოლუციური გვარდიის მეთოდებს. როდესაც პირდაპირ დაპირისპირებაში ძალას კარგავს, ცდილობს ზიანი გაავრცელოს მილიციების, დრონებისა და რაკეტების საშუალებით. ირანის რევოლუციურ გვარდიას აქვს პოლიტიკური წონა, რომელსაც ვერავინ უგულებელყოფს. თვითონ ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს ამ ძალა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მათ შორის კომუნისტური ძალა, რომელსაც ვაშინგტონი რეჟიმის საგარეო მოქმედების განშტოებად მიიჩნევს. მას შემდეგ ეს ჯგუფი შეერთებული შტატების მიერ ირანის რეგიონული საფრთხის მთავარი ბირთვად განიხილება. და სწორედ ეს სტრუქტურაა ეხლა არაბული გაფრთხილების ცენტრში. გვარდია ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ზეწოლის ბერკეტები ლიბანში, იემენში, ერაყში და სხვა სენსიტიურ წერტილებში.
სპარსეთის ხურის ქვეყნებისთვის ეს ნიშნავს მუდმივად ცხოვრება არაპირდაპირი თავდასხმის, საბოტაჟის, ენერგეტიკული მუქარისა და არასტაბილურობის შესაძლებლობით. ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უნდა გაუმკლავდნენ დრონით თავდასხმას, რომელიც რეგიონული ესკალაციის ფონზე ბარაკას ბირთვულ ელექტროსადგურთან მოხდა, როგორც იუწყება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რატომ ცდილობენ არაბები უფრო დიდი აფეთქების თავიდან აცილებას. მათ იციან, რომ ირანს არ სჭირდება კონვენციურ ომში გამარჯვება, რათა ზიანი მიაყენოს. საკმარისია, რომ გამოიყენონ თავიანთი ზეწოლის ბერკეტები და სცადონ მთელი რეგიონი მძევლად აქციონ. დონალდ ტრამპმა ამ სისუსტეს მიაქცია ყურადღება და ირანის რეჟიმი ცუდი არჩევანის წინაშე დააყენა. თუ გამკაცრდება, მსხვერპლის ნარატივს დაკარგავს და პირდაპირი საფრთხის სახით გამოჩნდება საკუთარ მუსლიმ მეზობლებისთვის. თუ თავს დაესხმება, შეიძლება არაბული ქვეყნები კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ უბიძგოს ვაშინგტონთან. ამიტომ თეირანში პანიკა მხოლოდ ამერიკული სამხედრო პანიკით არ არის გამოწვეული. ეს გამოწვეულია იმ შესაძლებლობით, რომ რევოლუციური გვარდია შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ფაქტორი, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი სპარსეთის ყურის სტაბილურობას. ამასობაში შეერთებულ შტატებში ტრამპის უფრო მკაცრი მოკავშირეები მოითხოვენ კიდევ უფრო მკაცრ პასუხს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. საფრთხისა და დროის სიმცირის ეს კომბინაცია ამცირებს გვარდიის მანევრის შესაძლებლობას. ობას, რადგან აიძულებს რეჟიმს იმოქმედოს ისე, რომ სრულად ვერ აკონტროლებს ნარატივს. სპარსეთის ყურის ქვეყნები არ სურთ გადაიხადონ რევოლუციური გვარდიის ქმედებების საფასური. ისინი არ სურთ, რომ მათი ქალაქები გამოიყენონ ფარად, მათი ბაზები გახდეს სამიზნე ან მათი ბაზრები დაინგრეს ენერგეტიკული კრიზისის გამო, რომელიც თეირანში შეიქმნა. ბოლო გაფრთხილება ფაქტობრივად ტერორისტულ გვარდიას მიეცა. ნებისმიერი პროვოკაცია შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეიძლება თავად ირანს დაუბრუნდეს, რადგან რეგიონული მოთმინება იწურება. ტრამპიც იძენს პოლიტიკურ სივრცეს, რადგან ჩანს როგორც ლიდერი, რომელმაც მოკავშირეები მოусმინა მოქმედებამდე. ის აჩერებს თავდასხმას, მაგრამ მუქარას ართმობს. ის რამდენიმე დღეს აძლევს მოლაპარაკებებს, მაგრამ სამხედრო მზადყოფნას ინარჩუნებს. ის აძლევს არაბებს საშუალებას სცადონ აფეთქების თავიდან აცილება. მაგრამ აშკარად აჩვენებს, რომ ირანს არ ექნება თავისუფლება, განაგრძოს ბირთვული ამბიციების წინ წაწევა, რეგიონული შანტაჟი და შეიარაღებული მილიციების გამოყენება, ისე თითქოს არაფერი ხდება. ნავთობის ბაზრის რეაქცია და ენერგეტიკულ ობიექტებზე შიში ხსნის. რატომ აქვს ამ გაფრთხილებას ასეთი დიდი მნიშვნელობა? შემდეგი ნაბიჯი ირანის პასუხზეა დამოკიდებული. თუ თეირანი დათანხმდება მოლაპარაკებას ბირთვულ პროგრამაზე, რეალური შეზღუდვებით და შეამცირებს თავისი შეიარაღებული ჯგუფების მოქმედებას დონალდ ტრამპი შეძლებს დროებითი უკანდახევა წარადგინოს, როგორც ზეწოლის გამარჯვება. თუ გვარდია დაძაბულობის გამწვავებაზე გააგრძელებს ზეწოლას, თეთრ სახს ექნება ის არგუმენტი, რაც სურდა. მოусმინა მოკავშირეებს, მისცა დიპლომატიას შანსი და მხოლოდ იმიტომ გადადგა ნაბიჯი წინ, რომ ირანის რეჟიმმა აირჩია დაპირისპირება. მე მილსონ ალვესი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული დაგტოვო. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.